რაც შეეხება განცხადებას, კი მოვისმინეს განცხადება, რომ ქლორობენზალ მალონიტრილი იქნა გამოყენებული. ეს არის CS გაზი. დიახ. გამიგეთ? იმიტომ რომ დაეყოლებიათ, რომ ეს არის CS გაზი, ყველა მიხვდებოდა, რომ აბსურდს ლაპარაკობდნენ, რომ ის გამოიყენება ფარმაცევტიკაში. გამიგეთ? დიახ. ხო და აი ამის მერე უკვე იცით როგორ არის, როცა ერთხელ რაღაც არარეალურს გეუბნებიან, უკვე აღარაფერს აღარ გჯერავს. ჩვეულებრივი ამბავია. გამიგეთ? ამიტომ ეხლა რა კომენტარი უნდა გავაკეთო? შემოქონდაო ავერსო და შემოქონდა PSP-სო, ხო? დიახ. მე არ ვიცი საქართველოში დაშვებული არის თუ არა აი ეს პატარა ბალონები, თავდაცვის ბალონები CS გაზით. თუ დაშვებულია, არ არის გამორიცხული რომ მართლა შემოქონდათ. მაგრამ მე ერთ საინტერესო რამეს გეტყვით. ისე იგი ამ კოდის ქვეშ 34-39, ხო? შეიძლება იყოს CS გაზი, მაგრამ CS აქვს თავისი კოდი. ეს არის UN 3448. დიახ. გამიგეთ? ისე რომ ანუ თუ იქნებოდა კონკრეტული კოდის ქვეშ. წესით. არ არის გამორიცხული რომ რაღაცა შეცდომა იქნა დაშვებული, მაგრამ ამ ყველაფრის გადამოწმება ხო ძალიან იოლია. იმიტომ რომ თუ ისრაელ მაგალითად რომ მიმართოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამედიცინო საზოგადოებამ, ისრაელის მთავრობას რომ დაადასტურონ ამ უარყონ 2007 წელს, როგორც გამოაცხადეს, CS გაზის შესყიდვა, ხო? ძალიან იული გასაკეთებელი იქნება. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს შესყიდვა თუ კი მოხდა, იყო ლეგალური, გაფორმებული და არ მგონია, რომ ისრაელის მთავრობამ რაღაცა ფაქტები დამალოს. ეჭვი მეპარება მაშინ. დიახ. ბატონო გიორგი, თქვენი კოლეგები აქ თბილისში ძალიან აქტიურად ითხოვენ, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება. აი, გითხარით თქვენი პოზიცია ამ ნაწილში. ქართული ოცნება ამბობდა, რომ უნდა უჩივლოთ BBC-სო, ასახელებდნენ საერთაშორისო სასამართლოებს, რაც ბუნებრივად გამოიწვევდა ალბათ იმას, რომ აქ უნდა ჩამოსულიყვნენ, თქვათ, გამომძიებლები, შესაბამისი სპეციალისტები და ჩატარებულიყო გამოძიება, მაგრამ ბოლოს თქვეს, რომ ჯერ წავალთ მოკლედ მარეგულირებელშიო, კომუნიკაციის კომისიაშიო. აი ამ სტრატეგიის ცვლილება რაზე მეტყველებს თქვენთვის? უყურეთ, იმ სუსის განცხადებაში კიდე ერთი უზუსტობა იყო დაშვებული. BBC-ს ფილმი არ ამტკიცებს, რომ ეს იყო კამიტი. BBC-ს ფილმში აბსოლუტურად კაფიოდ ამბობენ, რომ შესაძლებელია ამ კოდის ქვეშ ყოფილიყო კამიტი. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ის არის, რა ქვია, განცხადება, ხო? ერთია რომ ვარაუდი, ან ეჭვი გამოთქვა, მეორე არის რომ დაამტკიცო და სუსის განცხადებით თვითონ BBC ამტკიცებს ამას, არა, ტყუილია ეს, არ ამტკიცებს. ეს ერთი. მეორე, მე ამას წინათ მქონდა ჩართვა, სადაც გავიხსენე 2011 წელს ბაჰრეინში ჩატარებული საერთაშორისო გამოძიება ზუსტად როგორ ზუსტად იგივე მიმდინარეობით და მიზეზშედეგობით. ბაჰრეინი მოგეხსენებათ არის სამეფო. ბაჰრეინის სამეფოში გამოიყენეს, მაგრამ იქ დაზუსტებულად იყო ცნობილი CS გაზი. დიახ. მაგრამ იმდენად დიდი რაოდენობით იყო და ისე არაპროპორციულად იყო ეს გაზი გამოყენებული, რომ ამან გამოიწვია პროტესტის მონაწილეების ჯანმრთელობის შერყევა. დიახ. ამას მოყვა საერთაშორისო გამოძიება, რომელშიც ჩაერთვნენ საერთაშორისო სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციები და ორგანიზაციები და გეტყვით რითი დამთავრდა ყველაფერი. ბაჰრეინის სამეფოა, მეფეს ვერ გადააყენებდნენ, იმიტომ რომ ეს თანამდებობა გადადის მემკვიდრეობით, ხო? 6 რა ქვია, მთავრობის წევრი მიცეს პასუხისმგებაში. კი ბატონო. ლაპარაკი იყო დაზუსტებულად CS-ზე. ჩვენ შემთხვევაში დაზუსტებულად არ არის ეს ამბავი, იმიტომ რომ ის რომ CS იყო საქართველოს შემოტანილი, ეს ფაქტია, იმიტომ რომ იყენებდნენ. კი ბატონო.
აი, ახლა რადგან რამდენიმე წუთის წინ გაიმართა ოცნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ეს ბრიფინგი, სახელდახელოდ ბუნებრივია ჩვენ ამ საკითხს უკეთ მოვიკვლევთ, ვკითხეთ ხელოვნურ ინტელექტს და თქვენ პასუხი ასეთი არის, რომ არ შეიძლება მისი წყალში გარევა, არის ძლიერი გამღიზიანებელიო და ჩამოთვლილია რატომ? იმიტომ რომ ქიმიურ დამწვრობას იწვევსო, სასუნთქი გზების სერიოზულ დაზიანებების რისკს აჩენს, მას შორის ასთმური შეტევა და სხვა გართულებები არის ჩამოთვლილი, ასევე რეკომენდაცია, მოკლედ მითითება არის ასეთი, რომ არ შეიძლება ადამიანების წინააღმდეგ მისი გამოყენება, მათ შორის თვალის დაზიანებას იწვევსო, პრინციპში, რაზეც ძალიან აქტიურად საუბრობდნენ ჩვენი რესპონდენტები მაშინ და ახლა ამ ნაწილში არსებობს აი ეს კვლევაც, რომლის მონაწილე, ასე ვთქვათ, ავტორ ექიმებს ძალიან ერჩის პროპაგანდა. გითხარით, აი ბოლოს აი ამ ასე ვთქვათ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის არის გამოყენებული BBC-ს ფილმში და ასევე იმ ადამიანებზე, არ ვიცი მე თქვენ მათ უწოდებთ თუ არა, კოლეგებს, რომლებიც მოკლედ არ ჩამოდიან რეჟიმის პროპაგანდისტული მედიებიდან და ამტკიცებენ, რომ მოკლედ არაფერი არ არის საგანგაშო აი ამ საქმეში. უბრალოდ მოდით ორად გავყოთ თქვენი შეკითხვა. ერთი, რაც შეეხება გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ჩახონაშვილები ფიგურირებენ, ხო? დიახ. ეს კვლევა მათ ჩაატარეს საკუთარი სახსრებით. არავის არ დაუფინანსებია, ერთი და მეორე იყო სუფთა ენთუზიაზმი. თუ კი მოხდება ნორმალური კვლევა, დიახ. ნორმალური რას ნიშნავს, იცით? დაფინანსებული. ჩახონაშვილების კვლევაში კარგად წავიკითხე ეს კვლევა. ისე იგი, მათ გამოკითხეს 300 ადამიანი და აქედან 74-15 შეისწავლეს ინსტრუმენტულად. ეს რო ყოფილიყო ნორმალური კვლევა, 300 ადამიანი კი არა, 30,000 ადამიანი იქნებოდა გამოკითხული. უბრალოდ ამას სჭირდება სახსრები, ამას სჭირდება ფინანსები. არ ქონდათ ამ ხალხს ეს ფინანსები. და ერთ-ერთი კრიტიკა, რომელიც ისმის აი ვიღაცებისგან არის, რომ არა სარწმუნო, ის არის, რა ქვიან, მოცულობაო გამოკითხულობის. გააკეთონ სარწმუნო მოცულობა, დააფინანსოს სახელმწიფომ, გამოკითხონ 30, 40, 50,000 ადამიანი და მე ვნახოთ რა რეზულტატებს მივიღებთ. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება წყალში გახსნას, ხო? 4 დეკემბერს წინა წლის ეთერში იყო გია კამკამიძე აბსოლუტურად სწორი რამე თქვა. საერთოდ CS-ი და მსგავსი წრემდენი საშუალებები, მათ შორის ციცაკის გაზი, გამოიყენება აგრესიული ბრბოს შესაჩერებლად. და არა 10,000-ობით ხალხზე გადასასხმელად. რატო იცით? აგრესიული ბრბო ეს როგორც წესი არის ახალგაზრდა ჯამღონი სავსე ხალხი. როდესაც წყალში გახსნილ CS ასხალ უზარმაზარ დემონსტრაციას, სადაც არიან გულსიზარდვა დაავადების ქრონიკული პაციენტები, სადაც შეიძლება იყვნენ ასთმიანები, შეიძლება იყვნენ კიდე რა ვიცი, 1000-ნახევარი, ხო? ეს რას ნიშნავს, იცით? განურჩევლად ყველა დგება რისკის ქვეშ. გასაგებ. მადლობა, ბატონო გიორგი.